გამოსერიალებულებია. ავტორი ეკატერინე ფანქველაშვილი. ალეხანდრო სიკვდილმა მთელი სოფელი შეძრა. ის ხომ მათი საყვარელი სერიალის გმირი იყო. როგორ ელოდნენ მისი სულის ჩასახლებას ტელენოველის სხვა გმირის სხეულში, მაგრამ ამაოდ. თინა სოფლის დედაკაცების იმ რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც საქონლის დაბინავებისა და ყველის ამოყვანის შემდეგ საყვარელი საპრინცო ოპერის ცხოვრების ცხოვრობს. თინას ქმარი წყავს. მართალია ლუის ალბერტოსავით სიმპათიური არაა, მაგრამ მისი ალბერტის მშვენიერი ქმარია. პურიში აქვს ოჯახში. გაიხაროს ამ მთავრობა. სოფელში აღმოაჩინეს, რომ რაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, სერიალებს შაბათ-კვირასაც აჩვენებენ. როცა დღის მთავარი მოვლენა გადის ტელევიზიით, სოფელი დუმს და ყველა საერთო ინტერესი აქვს. მიხვდება კი მარია, ვინაა სინამდვილეში მისი ქმრის საყვარელი. სოფელი ასეთი ერთსულოვანი არასოდესაა. თინას სიახლოვეს მხოლოდ დარეჯანი და მისი ქმარი პავლე ცხოვრობენ. ამიტომ ისინი ოჯახებით ახლობლობენ. დარეჯანი თინას ერთადერთი მეგობარია, ხოლო პავლე ალბერტისა. ქალები ერთად სვამენ ყავას და განიცდიან პედროს დაბრმავების ამბავს. კაცებიც ერთად ქეიფობენ ხოლმე და განიცდიან იმას, რომ ცოლები განიცდიან. მოკლედ, ერთ მშვენიერ სერიალურ დღეს ალბერტმაც გადაწყვიტა სერიალს შეავლოს თვალი. საოცარია. მართლაც როგორი მსგავსება იპოვა აქაურმა ალბერტმა იქაურ ალბერტოსთან. ესეც ხომ ცოლის საუკეთესო დაქალთან და საკუთარი ძმაკაცის ცოლთან დარეჯანთან წევს. ბედის ირონიაა, თინა სერიალში ცხოვრობს თურმე. მის ოჯახშივე ცოცხლად ვითარდება ის სიუჟეტები, რომლებსაც ასე აღტაცებაში მოყავს ხოლმე. ალბერტი საშინელმა ეჭვმა შეიპყრო. ვაი თუ თინაც არა, შეუძლებელია. პავლე ხომ ჩემი ძმაკაცია, გაიფიქრა და შვებით ამოისუნდა. გადაკოტრიალდა ტახტზე მოღალატე ქმარი. ცოტა არ იყოს და სიამაყის გრძნობაც კი დაეუფლა. რა მაგარი ტიპი ყოფილა თურმე. მის ცხოვრებაზე ხომ სერიალებს იღებენ. წარმოიდგინა კიდეც, რომ მალე მისი გამდიდრების ამბავსაც შეიტყობდნენ სოფელში. განა შეუძლებელია მასაც გამოუჩნდეს მდიდარი, მარტოხელანათსავი. სერიალში ხომ ასე იყო. თუმცა ვაი რომ 127 სერიაში ალბერტო ცოლის მიერ ჩაიში ჩაყრილმა საწამლავმა მოკლა. ეგ არაფერი. ასეა თუ ისე, სერიალიც და სოფლის მოქმედი გმირების ცხოვრებაც გრძელდება. სერიალიდან სერიალამდე ხომ დიდი დროა.